ჰაი, მოგესალმებით. სტურუას ეპოქიდან სადაც კაციშვილს აღარ გვახსოვს ფასები, კაციშვილს საკუთარი თავები, კაციშვილს აღარ გვახსოვს ერთად რა მოხდა ბოლო პერიოდში და ისიც კი დაგვავიწყდა, რომ სადილების მზადება უნდა დავიწყოთ ნელ-ნელა, აღდგომა კარზე მოგვადგა. აი ეს გაგვიკეთა ბატონმა რობერტ სტურუამ, რომელმაც დადგა ვეფხის ტყავსანი არ მინახავს. ვერ მოგატყუებთ, რომ გითხრათ, რომ არ მინდა ნახო, მაინტერესებს. არა იმიტომ, რომ ეს აჟიოტაჟი ატყდა და არიქა და გადავდგით სტურუა, არამედ იმიტომ, რომ დაიდგა სპექტაკლი, რომელიც არ არის რაღაცა ისეთი მოვლენა ვეფხის ტყავსანს ვეხებით, შესაბამისად, ამიტომ ძალიან მინდა ვნახო, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ალბათ ფასები უფრო აეწევა, იმიტომ რომ სულ გაგიჟდა ეს ხალხი, ისეთი ამბავია ბილეთებზე და არიქა და მიდის ხოცვა-ჟლეტვა. არ ვაპირებ ამ ხოცვა-ჟლეტვაში დგომას და არიქა და ვაი და უის, მერე თუ იქნება წავალ მერე და თუ არ იქნება და სულ კარგად მზადდებოდნენ. განსაკუთრებით ალბათ ძალიან ბევრი მოზარდი დაესწრება. აუცილებლად იქიდან გამომდინარე, რომ ცოტა ისეთი სცენებია რაღაცა ჩახუტება, მაგრამ ძალიან ბევრი მოზარდი ესტუმრება, ამაში ვარ დარწმუნებული. მოკლედ, ვნახე კადრები, ნაწყვეტები და არა, რა თქმა უნდა, მთლიანი. ჩემი აზრი, რა თქმა უნდა, იმ სცენებთან დაკავშირებით მაქვს, თუმცა როცა მთლიანად არ უყურებ, ძალიან რთულია, აი რაღაცა ამოგლეჯილ სცენებიდან რაღაცები შეთხზა და რაღაცა დასკვნები გამოფინო. რაღაცა რამდენიმე მონაკვეთები მაქვს, რაზეც ვფიქრობ, რომ ცოტა სხვანაირად დავდგამდი, მე რო რეჟისორი ვიყო, მაგრამ მე მსახიობი ვარ. ძალიან არ მომწონს ის ფაქტი, როგორ ლანძღავენ იმ ადამიანებს, ვინც სცენიდან ესაუბრებოდა მაყურებელს და გვესაუბრებიან ზოგადად, პიროვნულად ხალხო არ შეიძლება შეეხო მსახიობს. ჩემთვის ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, როგორც მსახიობისათვის, რომ აი პიროვნულად გვანცამ ლანძღო და მაგინო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სპექტაკლს დგამს რეჟისორი და არა მსახიობი. ბევრი რაღაც არ მომწონებია. მეც, როდესაც მუშაობდი სხვადასხვა სცენებზე, ხა ჩემი ცხოვრების მანძილზე იმდენი როლი მითამაშია. არ ვიცი, ვინც არიცით, გეტყვით, რომ მე მუშაობდი მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში წლები, მერე აქაც სხვა საბავშვო თეატრში და მოკლედ. უამრავი როლი მაქვს შესრულებული. არ მომწონებია რაღაცეები, მაგრამ შენ არ წყვეტ. შესაძლოა შენ გადაწყვიტო, აი რა იცით, გადაწყვიტო არა, უბრალოდ უთხრა, რომ აი აქ რაღაც მე ვერ რაღაცა, როცა შენ სცენას ეხება საქმე, რაღაც ვერ, მაგრამ გითხრას, რომ არა, ძალიან კარგადაც, ნუ მოდი, გააკეთე. ამიტომ რაღაცები შეიძლება არ მოგწონდა, მაგრამ ნუ კეთდებოდა მაინც და შენ რქებით ამ რაღაცებს ვერ მიაწვევი, ვერანაირად ვერ მიაწვევი. ეს ასე ხდება. მით უფრო ახლა რობერტ სტურუას ვერ მიაწვევოდი, რო არიქა ახლა. ჩემთვის უამრავი რეჟისორი ძალიან ღირებულია ხა აქ რო არიქა და რობერტ სტურუა, მაგაზე არ არის აქ საუბარი. იგივე სოსონებსაძე, იგივე შალუტაშვილი, ზე ნიჭიერი რეჟისორები, აი ჩემთვის, აი ძალიან მაგარი რეჟისორები და ძალიან მიხარია, რომ ამ ადამიანებთან მიმუშავია და არა მხოლოდ მათთან, კიდევ ძალიან ბევრ რეჟისორთან. რა გამოვდის ისე? საგამოვიდა. ვიდეო ვეღარ გავაგრძელე, იმიტომ რომ ჩემები მოვიდნენ მერე, ნუ მოკლედ ვეღარ გავაგრძელე და ახლა უკვე წავიდეთ საყიდლებზე. არ ვიცი რამეს თუ ვნახავ, კი არა და უნდა ვნახო. ჩემი ნათის დღისთვის ვიყიდოთ ზედა. მიდი რამეს ვიპოვე. წარბებს ნუ მივაქცევთ ყურადღებას, 1-2 დღე კიდე უნდა მოუშვა, იმიტომ რომ კარგ ფორმაზე დავსვა. ჩემს სასარჭირდება დიდად წვალება, ისაც თავის ფორმა აქვს, მაგრამ მირჩევნია ხოლმე, რომ ცოტა ოდნავ გავზარდო თუ ისეთი მნიშვნელოვანი რამე დღეა. გალაკული თავით წავიდეთ. იმიტომ რომ ოდნავ ნიავია და ბუწუწები მიფრიალებს.
ძალიან მომწონს ასეთი გადასადებით. ასევე აი ეს პიჯაკი მომეწონა. ასევე ეს პიჯაკიც მომეწონა. ეს პიჯაკიც მომეწონა. რატომ გჭირდება სწავლება და ეგ წერა. ანუ ვნახოთ. ძალიან მომწონს ხოთა შორის ორივე, აი ეს ორივე მოდელი. 220 ლარიანი. ეს მეუნება მაი? მასი. არა, ზონები არ მიხდება. ხაროთ. გეკნება სიმაღლის საერთოდ აგეწევაზე თუ რა? აი ეს. ის აგეტებს მის ხარესაა. ხარ არის რა, ნაირი ფასი რა. ის ის ხარესაა. არ მინდა გახსენე. აი მართლა არ მინდა, მაგრამ ეს დიდი ზომა გაქვთ. აი არ მინდა. შენი ბაღაზეში, შენი ზომები ყოლა. არ არის ჩემი ზომა, მე ვცნობ რომელია ჩემი ზომა. პატარა. მოკლედ ავიყიდე 60 წასული ვიყავი. ვერ დაგიმალოთ ძალიან ბევრი ვიარე, ძალიან მაღაზიებში ხო საერთოდ ვერ ვნახე. მე ბაზრობებზე ვიარე. პლუს ზომების სერიოზული პრობლემაა. რა დავაშავეთ? ვერ გავიგე. მაგრამ მაინც ვიშოვეთ, ან მომწონს ხოთა შორის. აი გამხდარით რომ ყოფილიყავი სიამოვნებით ჩავიცავდი და ვაგზალზე ვინც შემხვდით კონსულტანტები, იქნებოდით თუ ეს ფეხით მოსიარულეები და შეხოთოთ უნახატე იცი მე შენ გიყურებ ყველას უღრმესი მადლობა. უღრმესი, მე არ ვიცი. სასწაული ადამიანები ხართ, ვისაც შეგიძლიათ აი ასე მოხვიდეთ და მითხრათ რომ შეხოთოთ ნახარო აი მე შენ გიყურებ. მოკლედ ვერ დავჩექი იმისათვის რომ ან ვლოგი შვიდა გამეგზელებინა ან რამე უბრალოდ მერიდება კიდეც რომ შეგახედოთ ჩემს სახლში რა ხდება გადაადგილებებს ქონდა ადგილის შესაბამისად წერტილს ვერ ნახავთ რომ აქ არ იყოს ტანსაცმელი დაყრილი ძირს რაღაცები დაყრილი კომოდებზე დაყრილი მაგრამ ეს იმიტომ რომ ლაგდება რაღაცები გადმოლაგდა რასაც მე აუცილებლად გაჩვენებთ ახლა მე რო თქვენთან ერთად დავიწყო ყველაფერზე თან დათვალიერება ფიზიკურად დღეს ვერ მოვრჩები, ამიტომ გადავწყვიტე რომ ჩემთვის დავალაგოთ ან ეჭორაოთ. ახლა მიმდინარეობს ჩემი აქსესუარების დალაგება, რომელიც არის εν რაოდენობის და უბრალოდ რა მინდა და რა აღარ მინდა იგი უნდა გადავწყვიტო. იმიტომ რომ საგიჟეთია ჩვეულებრივ ჩემს სახლში. ნუ ეს ხო საჭიროებს გადაგდებას და რატო არ ვაგდებ? მოკლედ დავუბრუნდები ვლოგს არ ვარგა გადავაგდოთ და დავუბრუნდები ვლოგს კი არა და იმ ამბავს რაზეც თეატრზე საუბრობდი სამწუხაროდ ესე ძალიან აღარ მახსოვს სად შევჩერდი მაგრამ ნუ იდეის დონეზე ვიცი სადაც გავჩერდი და მინდა ვთქვა რომ არ შეიძლება აიღოთ რაღაც ფოტო და ათრიოთ დილიდან დილამდე რომ როგორ უჩას გოგონას ნუ რაღაცა რა ვიცი არ არის ეს მიზანშეწონილი რა თქმა უნდა როდესაც ჩვენ მონაწილეობთ სპექტაკლებში ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით ვიღაცა კადრს აიღებს ვიღაც იმას წაიღებს თუ ამას წაიღებს მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი ეს ჩემი შინაგანი მდგომარეობაა როგორც მსახიობის რა არ მომწონს რომ გითხრათ და არ ვთვლი რომ ეს შეიძლება და ნორმა მე არ მოწონს გავსი რაღაცები და მე ამას თქვენ ვერ დაგიმალავთ ვერანაირად ხო რაღაცები ალბათ იყო გადაზედმეტებული მაგრამ მე მგონია რომ სტურუას გამომველოდეთ ამ ყველაფერს და მისი ზოგადად რაღაცა ხედვები არის ბოდიში თანაკეთ ვიხედები რაღაცებს ვალაგებ ამისაკენ მიმართული და მას აქვს ეს რაღაც თავისებური ხედვები და ხო ნუ ყველა რეჟისორს რაც ერთნაირი ხედვა ვერ ექნება და ინდივიდები არიან ხო რა თქმა უნდა ყველანი და ზოგი ისე ხედავს ზოგი ასე ხედავს ნუ ხო სტურუამ ასე დაინახა სამწუხარო თუ საბედნიეროდ ახლა არ გავშვით ამ ამბავს და არ ჩავუკიდკიდებით უბრალოდ ნუ ფაქტს აღუჩევ რომ მან ასე გადაწყვიტა რაღაცას ალბათ აი ხახო აი გამონდის აი
აი აქ ხედავთ გაწითლებული რომ ბუსუსი მომკალა დღეს მთელი დღე. მე რაღაცებს ალბათ ისე არ გავაკეთებდი, ან იმ კონკრეტულ პერსონაჟს არ ჩავაცვავდი იმას, რაც ეცვა, ეს ჩემთვის ცოტა ზედმეტად გადაღեղილი მდგომარეობაა, რაც მე არ მომწონს, პირადად როგორც პერსონაჟი რო შევხედოთ, ასე თინათინს. მაგრამ ხო, ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასე დაინახა რობეტი. ну, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგი მარკეტინგული გათვლა იყო და ეს, რა ვიცი, ვინმეს ამას შეეჭვით თუ ეპარება, ვერ გეტყვით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სრული მარკეტინგული გათვლა იყო ჩემი აზრით და ძალიან სწორად გათვალა რობერტმა ბატონმა. და ესაყურე ნერვებს მიშლის, მაღიზიანებს უნდა დავგლიჯო. რა თქმა უნდა, თვლები კარგია და უნდა მოვაძროთ აუცილებლად. თუ თვლების მოვისროლო და ნერვი არ ავიშალო, არა. შესაბამისად, მთელი ჯოხი და ჯუხები და წიხლები და ყველაფერი გადაწყდა და ბუნებრივია, რომ ეს ასე იქნებოდა მსახიობებს. არ ვარგა. არც მიკვირს სიმართლე რომ გითხრათ, რომ ეს ასე მოხდა. იმიტომ რომ სპექტაკლს წარადგენს მსახიობი და ყველა ვარიანტში მსახიობზეა მთელი აქცენტი გადატანილი. ჩვენ გვაქვს უფლება მოგწონდეს, გვაქვს უფლება არ მოგწონდეს, გვაქვს უფლება რჩევის, გაკითხვისაც, მაგრამ ლანძღვის და ძალიან ცუდი სიტყვების უფლება მგონი რომ საკუთარ თავს არ უნდა ვაკადროთ პირველ რიგში და რაღაცა ეს უნდა გავითავისოთ. ჩემი აზრით. ასეა საჭირო. და რაღაცებს პატივი უნდა ვცეთ, თუმცა ახლა ვინ არცემს ესეც ხო მათი ის არის, ყოველ ვერ გაიკიდები. მე ისე რომ ლანძღავენ, რა ვიცი მე მეტი ამის მეტი რაღა უნდა ილაპარაკო ადამიანმა, რაებსაც მე მიწერენ და დაათრევენ ამ ჩემს ვიდეოებს და უნდა ატარონ კიდეც, რა თქმა უნდა ატარონ. მაგრამ როდესაც პირადულად მეხებიან და ჩამოჯახს ეხებიან ხოლმე, როგორი მოსასმენი და წასაკითხია. წარმოვიდგინოთ, რომ ის ადამიანიც ამ დღეშია ახლა. ხო, რაღაცა ზედმეტი პათეტიკები იყო, რა სცენებსაც მე ვიყურებ, რაც არ მეწონა. იმიტომ რომ თითქოს გადაზედმეტებული რაღაცა ესეთი მითქობები იყო და არ მომეწონა. ну, ეხლა მე ვერ დავინახე ამაში საინტერესო ყოველ შემთხვევაში. შევეცდები სპექტაკლზე წავიდე და დამიჯერეთ ყველაფერს დეტალებში ჩამოგირაკარაკებთ და არ მომერიდება. რა არის? არ ვარ და ძალიან მაინტერესებს მეც ზოგადად, ხო ვიფხისტყაოსანია ბოლო ეს ხო არ არის. შესაძლოა ვუყურო და ვთქვა, რომ აი ამაში რა იყო ასეთი გასაგიჟებელი. ხო, მე მახსოვს ერთხელ ერთი მონაკვეთი იყო დადებული ლაივიდან ჩემი ოღონდ ზეიმის იყო მე მგონი და ვიღაცა უცხოები შემოვიდნენ და დაიშოკლენ ეს რა არის და რა დებილობაა თუ რაღაცა, არ ვიცი. რაღაცა ძალიან უაზრო მონაკვეთი იყო, ასე უბრალოდ ლაივით გაშვებული, რომელიც რა თქმა უნდა მეც რომ ენახა, ვერ გავიგებდი ვერაფერს. თუ წინაპირობა არ მქონდა ნანახი. ხო, შესაბამისად ვიღაცები ამ ამბავში დაიბნენ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ლანძღვა ჩემთვის არის მიუღებელი და მემაპატიეთ და დაბალი ინტელექტის ადამიანების ჩვევა, რომ ადგებიან და რა აკეთონ, ხა მეტი და არიციან, როგორ გამწარონ ადამიანები და ლანძღავენ აი ესე წინა უყურება. რა ვიცი, ახლა ჩვენი თავები წარმოვიდგინოთ, ჩვენი ოჯახის წევრები წარმოვიდგინოთ, როდესაც ასე ძალიან ძლიერ ლანძღვაში ვართ გადასულები. თორე ბევრი რამ არ მომწონს კი არა, იმდენი რამ არ მომწონს, თითებზეც კი ვერ ჩამოვთვლი დამეზარება, ანუ იმდენი რამ არ მომწონს ამ სამყაროში და ამ ცხოვრებაში და ბევრი მიდგომები არ მომწონს და მოკლედ, როგორც ყველას რა. მაგრამ და ბევრი მაგრამ. ამ უბედურისის მეორე სად არის აქ? მე ალბათ ზედმეტად არ ამოვაყარებინებდი რაღაცებს თინათინს, როგორც წერს აუდიტორია ამოყრილი. არ ამოვაყრევინებდი.
თუმცა როდესაც ხდება ჩახუტება და ზედმეტი კიდე რაღაცები, იქ ამოყრაც ხდება ხოლმე. შესაბამისად, გააშიშულა, ასე ვთქვათ, სტურუა მე ყველაფერი ზედმიწევნით. და კარგი გათვლაც გამოუვიდა ბატონ რობის. ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ ეს არ იყო გათვლილი და ეს იყო ძალიან სწორად გათვლილი პირველ რიგში. კაი, ამების სად არის დოდონასია? აგერ ყოფილა. ჩავუყაროთ ხუდუდის თავისი აქსესუარები ამ ბოლო დროს. სამწუხაროდ აქსესუარებისთვის საერთოდ ვეღარ ვიცლი დოდონას რო გავუკეთო ხოლმე. ეს ბეჭედი, რომელიც ახლა მეთიძე მიკეთია, ჩაბნელდი გინაცვალე ცოტა. არა, ესე ვერ დაგანახებთ ერთი წუთით, ძალიან ლამაზია და ახლა არის ძალიან ტრენდული და ეს ბეჭედი ხალხო გამომიგზავნეს წლების წინ საჩუქრად. თუ არა ჩანს. ხო და ძალიან მომწონს და ახლა არის მოდაში რომ ვყურებ ხო მეცინებადი რამდენი ხანი წინ გამომიგზავნეს მე და ახლა არის როგორ მოდაში. ამიტომ მეგობრებო, მოდი ნუ გავლანძღავთ. ნუ ჩავდებთ მიწაში ამ პერსონაჟებს. გავაკრიტიკოთ, ვურჩიოთ, მაგრამ ნუ ვლანძღავთ რა. აი არ ვიცი ეს ლანძღვა მაინც ჩემთვის ძალიან გაუგებარია რა. რატომ მიწერე ხოლმე პატრონი არა ყავს? რატომ ლანძღავ? აი არ ვიცი, მაგრამ მომკლა ხალხო რა წავისვა, ბუსუსი მაგ და ნახეთ როგორ გამიწითრუ და ისე მტკივა, თქვენ ჯვარი გწერიათ. ახლა ხდება ზედმეტი რაღაცების გადაყრა. იმიტომ რომ უკვე ყელში აუმივდეს სანაგვია აქ აი ზედმეტი ბიჟუტერიები და რაღაცები. ხა დოდონას რაღაცებს კი არ ვეხები, მაგრამ დოდონასაც უკვე იმდენი აქვს რომ ყველა მეორე დოდონას აქსესუარს მიგზავნის და მწიფნის და შესაბამისად უკვე აი იმდენი მაქვს, აი რა გითხრათ, რა ვიცი. ვგიჟდები ეს საყურე ჩემთვის რა ვიცი ძალიან მნიშვნელოვანია და რამდენი წელია მაქვს და ძალიან მნიშვნელოვან დღეებშიც მეკეთა სხვათა შორის. შევინახოთ, ბუნებრივია. ეს კონკრეტული საყურე არის ჩემი დამზადებული, რომელიც რამდენიმე წლის წინ დავამზადე. ესეც ქალბატონი დოდიჭკასია. კი. ჩემი ბუნებრივი არ არის. ეს საბერძნეთში ვიყიდე პლაჟზე. და მილიონჯერ ვკარგავ ცალს და მილიონჯერ მე რო პოულობ ხოლმე სადღაც და ეგ როგორ ხდება ვერ ვიგებ. რანაირად ხდება ხოლმე ეგ ვერ ვიგებ. ამის ცალი საწავიღე. ეს რა არის? ამის მეორე რა უყავი? ეხლა ვარ ცოტო. ახლა მიშველეთ. ვინმე ასევე დოდონას ბეჭედი, რომელიც მეც გადასარევად მიკეთია ხოლმე, თქო გზელებში ხინი მაქვს, მოკლეს არ ხდება. ჩავდოთ თავის ადგილზე. ეს რაღაცა ხლამი ბეჭდები. ახო, ეს ძალიან წვრილებია და სხვათა შორის ძალიან მიმზიდველია ყურზე, ეს წერტილებია, მაგრამ ძალიან მომწონს. არ ჩანს და რატო გეჩვენებთ, მაინც ვერ გავიგე ეს დოდონას მუდმივი ბეჭედია, რომელიც ძალიან მიყვარს. სულ კეთია ხოლმე ხშირ შემთხვევაში დოდონას. ყველაფერი ისე მომწონს ხალხო, რაც ვიყიდე გიჟს გავარ, ყველაფერი რა ერთი რაღაც ვიყიდე, მაგრამ ანუ ძალიან მომწონს. პერანგი თავის მოსაცმელით, ნუ ამას გვიან ნახავთ. ხო, ეს საყურე მზე ულამაზესი გვირილად რა არის, რა მესულზირა თუ რაღაცა. მესულზირა მგონი. ცალი დამჩა, ცალი დავტოვე შემთხვევით ჩემს თანამშრომელთან და იმის მერე წლებია, დავისალოთ ნაკავშირს გადააგდებდა და ეს დამჩა ცალი და სამახსოვროდ ვინახავ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანმა ადამიანმა მაჩუქა. ეს ჩემი ბაღის პირველი ხელფასით ვიყიდე, აი ეს ვერცხლის საყურეები და იმდენი წელია მაქვს რა გითხრათ. ჩემთან ერთად ბერდება ლამის და ძალიან მიყვარს ხოთაშურის. ძალიან მიყვარს. გოგოებო, მინდა მირჩიოთ, რატომ შავდება ვერცხლი, მითხრათ ძალიან მალე. ვერცხლი, რომელიც არც მკეთებია.
ანუ ვინმე მითხარით რატომ უნდა გაშავდეს, რომელიც არც მკეთებია ხალხო. ესე მიდევს უბრალოდ და გაშავდა, გადაშავდა და რა ვიციო. ძალიან წყდება გული, რომ ასე გაშავდა ისეთი რაღაცები, რომელიც არც მკეთებია, ანუ ეგ მიშლის ნერვებს, რომ რატომ ვერ გავიგე. რამ გამოიწვია, ანუ რასთან მაქვს საქმე, ხო არ იცით. ეს ჩავაგდოთ, აქ ვერცხლია. ეს მჭირდება. ხო და რა უშველო, არ ვიცი ხალხო რა ჯანდაბა დაემართა. ასე ყველა კოლექტიურად რო ერთად გაშავდა, ვერ მივხვდი. სამწუხაროდ. გამოდის რომ ბევრს ვეღარ გაიკეთებ ისეთ რაღაცებს. ეხლა მე ეგ როდის გათეთრდება, გეხოწები მაგის ნერვი ვიღაცა აქ მე. ესეც არ მინდა. ეს მინდა, იმიტომ რომ ჩემი გაკეთებულია და ძალიან მიყვარს. ესეც ასე, ეს გვინდა. ეს ბეჭედი მარიკოსია და არის ვერცხლი, ესეთი პაწაწუნა და არის ულამაზესი. სიმართლე გითხრათ, ჩუმად ვუმალავ ხოლმე, იმიტომ რომ მეშინია ხალხო არ დაეკარგოს, ულამაზესია, თან დედა მაჩუქა და დიდი აქვს და მინდა რომ იმას ისავს, რა ქვია, მოუვა. მერე იხმაროს კაცო ვინ უშლის. ეს ჩემი გამომწერის უსაყვარლესი გოგოს საყურები, რომელიც მარიკოს აჩუქა, სხვათა შორის 2 ცალი ყურზე მქონდა მორგებული. სამწუხაროდ ახლა მარიკოს ვერ ვხსნით ასე წარამ არა, იმიტომ რომ ნუ ჯერ ისევ თითქოს ისე აქვს, არ აქვს რა ისე ტკივა მაინც რო ვხსნი და ნუ ხო არ ვაწუალებ ესე ბავშვს. არა, ამის როც მოუვა რომ გაიკეთებს. ჩემი ბაფთებისადმი სიყვარული. ეს თეთრი უკვე გასარეცხია, ოღონდ რომ მილიონი წელი არ მკეთებია და რატო დაიმართა ვერ გავიგე. რაღაცებთან ერთად რომ იყრია ალბათ და მოდი შევინახოთ. ვაიმე, დედა ჩემ არა ჩავამიტანო, უნდა გაჩვენოთ. ვკიოდი სიხარულით, იმიტომ რომ დიდი ხანია მინდოდა, ძალიან მინდოდა, თან ძალიან მინდოდა. ეს გახლავთ ქალბატონი, რომელიც ნახეთ, როგორ გამოიყურება, თავისი სადგამი აქვს. და ჩამოსაკიდებლები და ესე ჩამოეკონციალა ჩვენს ქალბატონს ჩემი ძალიან საკმაოდ ბევრი ყელსაბამები და დედაჩიმა გიყიდე, ნახე რა გიყიდე, რომ მითხრა იმ ხალხაზე ვიკივლე, იქიდან ჩამოიტანა, ახლა ჩამოვიდა რაღაც გარკვეული ამანათები, ოღონდ ამანათების დროს ეს მოღუნულა და ახლა მეშინია რომ გავწიო, არ მოტყდეს და არ ვეხები. ძალიან მადლია. და ესე მიდგას და ისე მომწონს რომ ვგიჟდები. ძალიან მომეწონა. და გამიხარდა სასწაულად. ჯერ კოსმეტიკის მაგიდა არ დამილაგებია, ჯერ აი ეს გადახარისხებები როა თქვი მაგას ვაკეთებ. და ჩემი მეუღლის ტანსაცმელები გარდიოფშინა გადამოვიტანო სხვა ადგილიდან n რაოდენობის და ახლა ხდება უკვე 9 და მე ეჭვი მაქვს რომ ხვალ დილის 9-მდე ჯერ ისევ აი გვიდგები. და ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი აშკარად. ეს რა არის? ეს მიმხმარი რა თქმა. კაი. იყოს ის აქ გადავყრი ყველაფერს რაც არის ზედმეტი, ანუ ნერვი უბრალოდ აღარ მაქვს აი ამისი იმეების რა ქვია რა. რა თქმა, ახლა იმას რომ ვინახავ, მაგრამ შეგეთედა ჩემს ზა. რა თქმა უნდა არ არის შეერთებული მეგობრებო, მუსიკა ცალკე ისმის და ხურსასმენები ცალკე უკეთია. ოღონდ გოდია რომ ძალიან სრულყოფილად ხდება. და იყო ძალიან ბედნიერი, ეს კი გაყინული კოტლეტები, ესე მრგვალი ფორმები ჩვეულებრივი, ბევრი ფერი მიწვალია ხა მაგის ფორმებზე. გავალღობ და შევწვალ, ბევრად დავზოგე, ასე ვთქვათ, დრო ყოჩხფაც. ეს კი გახლავთ სივრცე, რომელზეც ვგიჟდები უკვე ისე მომწონს. გადმოლაგდა ჩემი სამუშაო სივრცე აი ამ სივრცეში, რომელიც როგორც ხედავთ გზასთან არის, ის პაწაწუნა ოთახი როა იქ გადმობარგდა, სადაც ასევე ტანსაცმელები იყო და აქ უნდა დავდგა მაგიდა.
ბატაწუნას კამი სადაც ჩავერთვებით ხოლმე და მე და თქვი ყავას მივირთმევთ. მე ძალიან დიდი სიამაყით მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ახლებური ტოლმა, შესაძლოა თქვენ ასე ამზადებთ, თუმცა მე პირველად მოვამზადე, ეს არის კოწახურით. და ნივრები ესე ბრტყლად დაჭრილი, ჩაყრილი შიგნით და როგორც მითხრეს იყო იდეალური. გავასინჯე დედას, მეთქი მზად არის თუ არ არის. ხო და როგორც მითხრა ძალიან გემრიელიაო. ყოჩაყვანცა. ბევრად ლამაზია, მაგრამ აქ დიდად არ ჩანს, მაგრამ არა უშავს. ჰაი. ის ამისვია. ტუჩის საცხი, სანამ არ მოკვდები ზედაგისვია. მეძვიდი რა ვიდა ხო? ხალხო რა მაინტერესებს? აღუთქომებამდე დავიწყოთ დიეტა თუ? ბარემ რაც ჩამოწვათ და მე დავიწყოთ. არ ვიცი. ვერა ჩამოვყალიბდი დავრჩენ ლამაზება თუ? ვიყოთ უხასიათო გამხდრები. ვერ გავიგე. როდის დავიწყოთ? ჩავება მეცა ფერხოში, მინდა ცოტა შევიფერთხო. მინდა 1-3 კილო. არა, თუ 13, რამდენი და გოგო? ხო იყოს 15. ხო და დაწერეთ. როდის დავიწყოთ ისა ანწერწეტობის წუთები? რა ძალამადგია ხო? ისედაც ლამაზი ვარ, მაგრამ ნაზო ჯინაზე უნდა დავიკლო. უნდა გავხდე ძვალი. ხალხო, ვიწყებთ დიეტას თუ ისევ ლამაზები ვრჩებით. ხო, გამარგებინეთ რომ მეცა იმას აქვს და გავცოცულდე და დავიწყო. თუ არ დავიწყებთ, ვიყოთ ბედნიერები და ვჭამოთ ხო?